ზრდასრულ ანაკონდას შეუძლია წყალქვეშ 10 წუთის განმავლობაში სუნთქვის გარეშე გაჩერდეს. ის შუმადელდება მსხვერპლს და მზად არის შეტევისთვის. მისი ძლიერი სხეული ისეთი ძალით ეხება მსხვერპლს, რომ შეუძლია ძროხას გული მყისიერად გაუჩეროს. ჩვენ დღეს სამხრეთ ამერიკის ჭაობებში ჩავალთ, რათა გავიცნოთ ყველაზე დიდი და ძლიერი გველი ანაკონდა. გავარკვევთ თუ როგორ ნადირობს ის. შემდეგ კი ვნახავთ მის უცნაურ ნათესავებს, გველებს, რომლებიც ჰაერში სრიალებენ, კვერცხის გარეშე აჩენენ ნაშიერს და ზოგიერთი საერთოდ არც კი უნდა არსებობდეს, იმდენად არარეალურები არიან. წარმოვიდგინე შენ სახლთან ახლოს მდინარეში რომ დაგენახა 225 კილოგრამიანი გველი. რას გააკეთებდი? გაქცევის გარდა რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი? დაწერე კომენტარებში და არ დაგავიწყდეს გამოიწერო არხი და გააქტივრო ზარისხილაკი. დავიწყოთ. წარმოვიდგინე ჭაობშით გახარ. წყალი წელამდე წვდება, ირგვლივ სიჩუმეა, მხოლოდ წყლის მსუბუქი ხმა და მწერების ბზუილი ისმის. მაგრამ რაღაც უზარმაზარი გეღურებს დალახიდან. წყლის ქვეშ იმალება მწვანე ანაკონდა. მისი წონა 200 კილოგრამს აჭარბებს და სიგრძე 6 მეტრზე მეტია. ის არ არის ყველაზე გრძელი გველი. ეს წოდება ბედსერ პითონს ეკუთვნის, მაგრამ მასით ანაკონდას ვერავინ შეედრება. მიუხედავად უზარმაზარი ზომისა, ანაკონდა ბუნებაში ჩრდილივით ჩნდება. მისი ზეთისხილისფერი ქერცლი შესანიშნავად ერწყმის მდინარის მცენარეულობას, ხოლო გადაადგილება ჩუმად და ზუსტად ხდება. ადამიანების უმეტესობა მის დანახვას ვერც კი ახერხებს, თუნდაც ამაზონის გულში. ლეგენდები მაინც ცოცხლობს გველებზე, რომლებიც ცხენებს მდინარეში ითრევენ ან ნავით გასავლელ გზას კედავენ. ეს ისტორიები გადამეტებულია, მაგრამ უსაფუძვლოდ არ დაბადებულა, რადგან ანაკონდა ისედაც ისეთ რამეებს აღერხებს, რაც მეცნიერულად დადასტურებულია და უკვე საკმარისად შთამბეჭდავია და საშიში არა მისი გარეგნობა, არამედ ის არის თუ როგორ გადაადგილდება. ანაკონდა სწრაფი მტაცებელი არ არის, ის მსხვერპლს არ მისდევს, ელოდება, გაუნձრევლად, წყლის ქვეშ იმალება. მხოლოდ თვალები და ნესტოები აქვს წყლის ზევით ამოწეული. ეს არის იდეალური ჩასაფრების ტექნიკა, როცა ცხოველი, მაგალითად, კაპიბარა, ირემი ან კაიმანი უახლოვდება, გველი ელვის სისწრაფით იწყებს შეტევას, არც ხმა, არც გაფრთხილება, მხოლოდ გამანადგურებელი ძალა. ის ეცემა მსხვერპლს უკუღმა მოხრილი კბილებით, რომ ჭიდროდ ჩავლოს. შემდეგ კი მაშინვე ხვევა გარშემო. მისი მთავარი ძალა არა შხამია, არამედ წნევა. ანაკონდა მსხვერპლზე თავდასხმის დროს არა მხოლოდ სუნთქვას, არამედ წნევის დახმარებით სისხლის მიმოქცევასაც აჩერებს და რამდენიმე წამში გულიც ჩერდება. კვლევების მიხედვით, ანაკონდა შეიძლება 90 კილონიუტონზე მეტ წნევას ქმნიდეს, რაც საკმარისია ფილტვების გასახეთქად და ძვლების დასამტვრევად. ის არ ღეჭავს და არ გლეჭს. მთელ ცხოველს ერთიანად ყლაპავს. მაგალითად, ირემის გადაყლაპვა საათები შეიძლება დასჭირდეს. გველის ყბა იხსნება, ხოლო კუჭი დაუჯერებლად იწელება. ამის შემდეგ ანაკონდამ შესაძლოა კვირების ან თვეების განმავლობაში ვეღარ ჭამოს, მაგრამ ამაზონში დასვენების დრო არ არის. შემდეგი ნადავლი შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს. საუბარია ბევრად დიდზე. ანაკონდა ყველაფერს ჭამს, რაც კი პირში ეტევა და სიტყვა ეტევა ხშირად იმაზე ბევრს ნიშნავს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ველურ ბუნებაში მკვლევარებს დაუფიქსირებიათ თუ როგორ ყლაპავენ დიდ კაპიბარებს, ზრდასრულ ირმებს, კუებს და კაიმანებსაც კი. ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევა იყო 1.5 მეტრიანი კაიმანი, რომელიც მთლიანად გადაყლაპა. მისი კიდურები თვალსაჩინოდ წელავდა გველის კანს ყლაპვის დროს. მაგრამ რაც შეეხება ყველაზე უკიდურეს შემთხვევებს, იეგუარებს და ადამიანებს, არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, განსაკუთრებით შორეული სოფლებიდან, რომ ანაკონდებმა თითქოს ადამიანებზე თავდასხმა სცადეს. ადამიანებზე თავდასხმები ხდება, მაგრამ ადამიანის მთლიანად გადაყლაპვა ძალიან იშვიათია და მეცნიერულად დადასტურებული არ არის. იეგუარები ანაკონდას ბუნებრივ მოწინააღმდეგებად ითვლებიან. იშვიათი შეტაკების დროს გამარჯვებული შეიძლება იყოს ნებისმიერი, ზომის, თავდასხმის და დროის მიხედვით. მთელი ეს ამბავი უკვე საოცარია. ანაკონდას აქვს მოქნილი ყბები, წელისებური სასუნთქი გზები და ძლიერი ფერმენტები, რომლებიც ძვლებს აქრობს. ისინი მთლიანად ყლაპავენ ნადავლს, რასაც ვერ ღეჭავს, იმას ფერმენტები ეკრობენ, რასაც ვერ ეწევიან, იმას მოთმინებით ელოდებიან. ამაზონში ანაკონდა ერთ-ერთი საშიში მტაცებელი არ არის. ის იყოფს ტერიტორიას შავ კაიმანებთან, ელექტროთევზებთან, იაგუარებთან და პირანიებთან. მიუხედავად იმისა, რომ ანაკონდა მდინარეებს მართავს, ის მაინც არ არის დაუმარცხებელი. კაიმანები 5 მეტრზე დიდიც იზრდებიან და არიან როგორც ნადირები. ახალგაზრდა ანაკონდებს ხშირად ჭამენ მშიერი ხვლიკები, თუმცა ზრდასრული გველები კაიმანებს ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლის შედეგად კლავენ. დიდ ანაკონდაზე ჭრილობების ნახვა ხშირია. ეს მიგვანიშნებს, რომ ყოველი ნადირობა რისკია.
იაგუარებს ძლიერი ყბები აქვთ და ისინი არიან ერთ-ერთი მცირეთაგანი მიწის მტაცებელს შორის, რომლებიც ანაკონდას კლავენ. ისინი შეტევას უკნიდან იწყებენ და ცდილობენ თავში დაარტყან, სანამ გველი შემოეხვევა. ზოგ ადგილებში იაგუარები გველების ნადირობას დედისგან სწავლობენ. ამაზონი მხოლოდ ჯუნგლი არ არის, ეს წყნარი და მოლოდნელი თავდასხმებით სავსე საბრძოლო ზონაა. ანაკონდები სხვა გველებისგან განსხვავებით კვერცხებს არდებენ. ისინი ცოცხალ ნაშიერებს შობენ. ეს იშვიათი შემთხვევაა რეპტილიებისთვის. ნაშიერები დედის მუცელში კვერცხებში იზრდებიან, მაგრამ დედა კვერცხებს არდებს, არამედ ისინი უკვე განვითარებული მოძრავი გველები იბადებიან. ერთ გროვაში შეიძლება 20-40 პატარა გველი იყოს, თითოეული დაახლოებით 60 სანტიმეტრის სიგრძის. როგორც კი ისინი წყალში ჩადიან, უკვე დამოუკიდებლები ხდებიან, არც მომლელი, არც დამცველი, მხოლოდ ინსტინქტები. ისინი თვითონ ცურავენ, იმალებიან და ნადირობენ. გადარჩენა ძალიან რთულია. რამდენიმე კვირაში მათი უმეტესობა ფრინველებმა, თევზებმა და დიდმა ხვლიკებმა შეიძლება შეჭამონ. ნახევარზე მეტი კი ერთ წლამდე ვერც კი აღწევს. ამაზონი დაუნდობელი და მკაცრია, თუნდაც ყველაზე ძლიერი მტაცებლების მიმართებაში. გადარჩენილი კი სწრაფად იზრდება. რამდენიმე წელიწადში შეიძლება 3 მეტრს აღემატებოდეს და დაიწყოს ძუძუმწოვრებზე ნადირობა. ისინი დაბადებულები არიან ბასრი კბილებით და ცარიელი მუცლით. ხშირად ხალხს აინტერესებს, რა არის ყველაზე დიდი ანაკონდას ზომა, რაც კი უდესმე დაფიქსირებულა. ყველაზე დიდი დადასტურებული მწვანე ანაკონდა ბრაზილიაში, დედრი, 6,95 მეტრის სიგრძის და დაახლოებით 220 კილოგრამი იყო. მაგრამ არსებობს ამბები კიდევ უფრო დიდ გველებზე. ადგილობრივები საუბრობენ 9 მეტრიან გველებზე. ერთ-ერთ ცნობილ ამბავში 1990-იან წლებში სამუშაოებზე მშენებლებმა იპოვეს 10 მეტრიანი გველი, მაგრამ ის გაუჩინარდა, სანამ მეცნიერთა დადასტურება მოხდა. იმდენარე მომენტში კი არც ერთი რეალური გაზომვა 7,5 მეტრს არ აჭარბებს. ბევრი ფოტო, რომელიც საპირისპიროს ამბობს, მანიპულაციას იყენებს. გველი კამერასთან ახლოსაა, ადამიანები კი შორს. ასე კი მარტივია ზომის გაზვიადება. კიდევ უფრო უცნაური მართლი ისაა, რომ ყველაზე დიდი ანაკონდა შეიძლება არასოდეს ვიცოდეთ ზუსტად რომელი იყო. ისინი ცხოვრობენ შორეულ სქელდატბორილ ადგილებში. ყველაზე დიდი ინდივიდები ადამიანებს შეძლოა არასოდეს შეხვდნენ. ამაზონის იმ ჩაშვებულ ჭაობებში რეალობასა და ლეგენდას შორის საზღვარი მორევში იკარგება. ამიტომაც ცოცხლობს ამდენი ლეგენდა. რომელი მოერევა? ანაკონდა თუ პითონი? მწვანე ანაკონდები უფრო მძიმე და წყალში მცხოვრები გველები არიან. ბადოვანი პითონები კი უფრო გრძელები და სწრაფები არიან ხმელეთზე. 2011 წელს ზოოპარკში ბირმულმა პითონმა და ანაკონდამ იჩუბეს და ანაკონდამ წნევით, ანუ მოჭერის ძალით გაიმარჯვა. მაგრამ ბუნებაში ეს ორი სახეობა არ ცოცხლობს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. ანაკონდები სამხრეთ ამერიკაში არიან, პითონები კი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. მათი შედარება მაინც აინტერესოა. პითონების ზოგიერთი წარმომადგენელი 10 მეტრზე მეტი სიგრძით დაფიქსირებულა, მაგრამ სიმძიმით უმეტესობა ვერ შეედრება დიდ მდედრ ანაკონდას. მართალია ორივე გველი მსხვერპლს ეხვევა, ორივე მთლიანად ყლაპავს ნადავს და ხშირად სამართლიანად თუ სამართლოდ ბრალს დებენ დაკარგული შინაური ცხოველების და პირუტყვების დაკარგვაში, მაგრამ მთავარი განსხვავება გარემოშია. პითონები ძირითადად ხმელეთზე ნადირობენ, ხოლო ანაკონდები წყალში ჩასაფრების ოსტატები არიან და ერთი და იგივე ეკოსისტემაში რომ ეცხოვრათ, მდინარე ალბათ სისხლით შეიღებებოდა. თუ ანაკონდა სიდიდეში ჩემპიონია, მაშინ მეფე კობრა უხმომგვლელია. მეფე კობრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მკვიდრია და ის ყველაზე გრძელი შხამიანი გველია მსოფლიოში. სიგრძით 5,5 მეტრს აღწევს, მაგრამ მისი მთავარი სასაჯიდოისება არა ზომა, არამედ ის რომ სხვა გველებზე ნადირობს. მის მენიუშია ვირთხის გველები, პითონები და თვით სხვა შხამიანი კობრები. ოფიოფაგუსი სიტყვასიტყვით ნიშნავს გველების მჭამელს. ჩასაფრებული მტაცებლებისგან განსხვავებით, მეფე კობრა თავად ეძებს მსხვერპლს. ის ამაღლებს სხეულის წინა მესამედს, აკვირდება გარემოს და სუნის კვალს მიჰყვება. შეტევისას მას ძლიერი ნეიროტოქსინი შეჰყავს, რომელიც ადამიანს 30 წუთში კლავს, ხოლო სპილოს რამდენიმე საათში. შემდეგ კი მთლიანად ყლაპავს თავის მსხვერპლ გველს, მაგრამ ის არ არის უსულო მკვლელი. კვლევები აჩვენებს, რომ მეფე კობრები კონფლიქტს ხშირად არიდებენ თავს და შფოთვისას უკან იხევენ. ისინი გონიერი, ზუსტი და საოცრად მშვიდი არსებები არიან. გველი, რომელიც სხვა გველებს ჭამს, ეს ბუნების გამწმენდი ბრიგადაა. თუმცა ყველა ქვეწარმავალი ასეთი მთავაზიანი არ არის.
იცოდით, რომ არსებობს გველი, რომელსაც ფრენა შეუძლია. მას ეწოდება 64-ის ხის გველი. ქრისოპელია და ის უბრალოდ ხიდან არ ვარდება. ის სრიალით მოძრაობს ჰაერში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღმოჩენილი ეს სახეობა ხეებიდან ხდება და ნეკნების გაფართოებით სხეულსაც აფართოებს. ასე ის ხდება ცოცხალი ფრთა. ჰაერში შეუძლია 20 მეტრზე მეტი მანძილის დაფარვა. თავისი მანევრირებებით და მიმართულების შეცვლით მას ფრთები არ აქვს. აბა მაგია? არა, მხოლოდ ფიზიკა და წარმოუდგენელი კონტროლი. რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ამ უნარს იყენებს მტაცებლებისგან გასაქცევად და ნადირობისასაც. სწორედ შერჩეული ნახტომით პირდაპირ იმ ტოტზე ეშვება, სადაც არაფრის მცოდნე ბაყაყიან ხრიკიზის. ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს მისი ფრენა და აღმოაჩინეს, რომ გველი ჰაერში აგრძელებს სრიალს. ტალღის მსგავსად მოძრაობს, რათა ბალანსი შეინარჩუნოს. ფრინავი გველები მხოლოდ კოშმარები არ არიან. პირველ შეხედვაზე ზენოთაიფლოპსი, ანუ მალაგასიური ბრმა გველი, არაფრით გამორჩეული ჩანს. ის პატარაა, ვარდისფერი და მიწის ქვეშ ცხოვრობს მადაგასკარზე. თუმცა მასში საიდუმლო იმალება. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ის შესაძლოა უძველესი გველების მსგავს თვისებებს ინახავდეს. ის ნამდვილად არ სრიალებს ჩვეულებრივი გველივით. მისი გადაადგილება უფრო ცოცვას გავს, რაღაცნაირად უცნაური და თითქმის შემაძრწუნებელი მოძრაობებით. მის ქალას აქვს მცირე, თითქოს დაკარგული სტრუქტურები, რომლებიც გარკვეულ მეცნიერებს აკავშირებს ძველ ფეხებიან ქვეწარმავლებთან. და აი ის, რაც საინტერესო ჟღერს. ზოგი პალეონტოლოგი თვლის, რომ გველების წინაპრები ოკეანის ცხოველებისგან კი არა, მიწაში მცხოვრები ხვლიკებისგან შეიძლება წარმოშობილიყვნენ. მალაგასიური ბრმა გველი სრულიად ბრმაა და გარემოს ვიბრაციებით ხედავს. მთელ სიცოცხლეს მიწის ქვეშ ატარებს და ჭამს ჭიანჭველებსა და ტერმიტებს, მაგრამ მისი მოძრაობა თითქოს წარსულს გვახსენებს. გველის ძველი სტილი სანამ ნამდვილი სრიალი განვითარდებოდა. ის არ დადის როგორც ადამიანი, მაგრამ თანამედროვე გველებთან შედარებით თითქოს წარსულს ეხება. ზოგ გველს ხამის მხედველობა აქვს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ადამიანებს წარმოგვიდგენია. შხამიან ვაიპერებს, პითონებს და ზოგ ბოა გველს ბუნება განსაკუთრებული თბო სენსორებით, ეგრეთ წოდებული თბური ორგანოებით აყალიბებს. ეს მცირე ინფრაწითელი მგრძნობიარე ღიობები მათ სახეზეა და ეხმარება მათ სხეულის სითბოს დაფიქსირებაში. აბსოლუტურ სიბნელეშიც კი მათ შეუძლია დაინახონ ძუძუმწოვრების, ფრინველების ან თუნდაც შენი ხელის თბური სილუეტი რამდენიმე მეტრიდან. ეს თითქოს სხეულში ჩაშენებული თბური კამერაა და ბევრად უკეთესი. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შხამიანი ვეიპერის ტვინში ნეირონები ისე რეაგირებენ, თითქოს სურათს ხედავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გრძნობა უბრალოდ სითბოს ახმა კი არა, არამედ რეალურ ხედვას ემსგავსება, დამატებული თბური სიგნალით. ამიტომაც არიან ისინი ღამის იდეალური მტაცებლები. როცა სხვები მთვარის შუქზე მოძრაობას ეყრდნობიან, ეს გველები პირდაპირ სითბოზე გადადიან. ერთ-ერთი შემაძრწუნებელი სიმართლე ქვეწარმავლებზე ის არის, რომ მკვდარ გველსაც შეუძლია გიკვინოს. გველის სიკვდილის შემდეგ, თუნდაც თავი მოაჭრან, მისი ნერვული სისტემა აქტიური რჩება. რამდენიმე წუთის განმავლობაში ზოგჯერ კი მეტ ხანსაც გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ გველის მოჭრილ თავსაც კი შეუძლია პირის გაღება, კვენა და შხამის შეყვანა. ეს არც ლეგენდაა და არც ჯორი. ეს მეცნიერების მიერ დადასტურებული სახიფათო რეალობაა. ერთ ცნობილ შემთხვევაში, ჩინეთში, მზარეულმა კობრას თავი მოაჭრა საჭმლის მომზადებისას. 20 წუთში კი, როცა თავი ხელში აიღო, გველმა მოკვინა. ის შხამით მოწამვლით გარდაიცვალა, სანამ საავადმყოფომდე მიაღწევდა. ეს იმიტომ ხდება, რომ გველის შხამი კუნთების კონტროლით გამოიყოფა და არა ტვინის საშუალებით. ამიტომ გულისცემის გარეშეც კი, თუ კი ამ კუნთებს შეეხები, ან ის სიცხეს იგრძნობს, მათ მაინც შეუძლიათ შეგუმშვა. ეს იშვიათია, მაგრამ საშინლად რეალურია. შენ შეიძლება მოკლა გველი, მაგრამ გველი შეიძლება ჯერ კიდევ იყოს მომაკვდინებელი. ახლა რასაც ვიტყვი, შესაძლოა მიცგავდეს. ორთავიანი გველი, მაგრამ ეს ნამდვილად რეალურია. მას ბიცეფალია ჰქვია. ეს ხდება მაშინ, როცა განაყოფიურებული კვერცხი ორ ნაშიერად განვითარებას იწყებს, მაგრამ პროცესს ბოლომდე ვერ ასრულებს. შედეგი კი ისაა, რომ ერთი სხეული და ორი დამოუკიდებელი თავი ორ ტვინთან ერთად. ასეთი შემთხვევა უკიდურესად იშვიათია. ტყვეობაში ყოველი დაახლოებით 10,000 დაბადებიდან ერთი და ველურ ბუნებაში თითქმის არც ერთი აგრძელებს სიცოცხლეს. ხშირად თითოეული თავი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს, ცალკე ნადავლს დასდევს ან ზოგჯერ ერთმანეთსაც ებრძვის. ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევაა ორთავიანი შავი ვირთხის გველი, სახელად თელმა და ლუიზი.
რომელიც ადამიანებთან 15 წელზე მეტხანს ცოცხლობდა. მისი მომლელები ფრთხილად აჭმევდნენ, რომ თავებს ერთმანეთი დაეზიანებინათ. ასეთი გველები დიდად არ იზრდებიან, ეფექტურად ვერ სრიალებენ და ბუნებრივ გარემოში არანაირი უპირატესობა არ აქვთ, მაგრამ ბიოლოგებისთვის ისინი უნიკალური ფანჯარა იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება სიცოცხლე არასწორად განვითარდეს და მაინც არსებობდეს ორი გონება და ერთი ბრძოლა სიცოცხლისთვის. მე ვსგონია, რომ ყველა ქვეწარმავალი კვერცხებს, მაგრამ ზოგი გველი არა, გაიცანით ოვოვივიპარია. მდგომარეობა, როცა კვერცხები დედის სხეულში შიგნით ჯეკება და ის დებს ცოცხალ მოზრევ ნაშიერებს. ეს უკვე ვიხილეთ ანაკონდას შემთხვევაში, მაგრამ მარტო ის არაა. იგივე სტრატეგიას იყენებენ ზოლიანი გველები, ტყვია გვერდა გველები და ზღვის გველებიც. რატომ? ცივან საშიშ გარემოში კვერცხების შიგნით შენახვა მათ უკეთეს შანსს აძლევს. დედა თვითონ ხდება ბუდე. მისი სხეული იცავს სითბოში, მოძრაობით უფრთხილდება ნაშიერებს და როცა დრო დგება, თავისუფლებას აძლევს. ეს არ არის ნამდვილი ცოცხალი მშობიარობა, როგორც ძუძუმწოვრებშია, მაგრამ გონევრული გზაა, შუალედი კვერცხსა და ცოცხლად დაბადებას შორის. ზოგი სახეობა ცურვის დროსაც მშობიარობს. ათობით პატარა გველს უშვებს პირდაპირ ზღვაში. გარედან თითქოს მაგია, შიგნიდან გადარჩენისთვის ბრძოლა. ადამიანებში ზრდა სქესობრივი სიმძიფის შემდეგ მთავრდება. გველებში კი ის არასოდეს სრულდება. გველების უმეტესობა, მათ შორის ანაკონდები და პითონები, მთელი სიცოცხლის განმავლობაში იზრდებიან. ამას უწოდებენ განუწყვეტლივ ზრდას. სანამ ჭამენ, ჯანმრთელად არიან და არ იღებენ ტრავმებს, მათი სხეული თანდათანობით განაგრძობს ზრდას. ასაკთან ერთად ზრდა ნელდება, მაგრამ არასოდეს ჩერდება. ტყვეობაში ეს თვალშისაცემია. სტაბილური საკვები მცითბო და უსაფრთხოება გველს საშუალებას აძლევს მიაღწიოს იმ ზომებს, რასაც ბუნებაში ვერასდროს მიაღწევდა. ამიტომაც პითონები და ბოები ტყვეობაში ხშირად გაცილებით დიდები და მძიმეები არიან, ვიდრე მათი ტყის ნათესავები. თუმცა ბუნებაშიც კი ყველაზე დიდი ანაკონდები 6.5 მეტრზე გრძელი და 200 კილოგრამზე მძიმე თითქმის ყოველთვის ხანდაზმული მდედრები არიან. მათ სამყაროში ასაკი ძალაა და ასაკთან ერთად გველი არ სუსტდება, ის უფრო ძნელად მოსაკლავი ხდება. ზოგი გველი თითქოს უკვდავობას უახლოვდება სანტიმეტრობით. ისინი თავის მტრეებს აჩრდილებივით გადაყურებენ და ბოლოს მათაც აჭარბებენ ზომით. ამაზონში საფრთხე მხოლოდ წყლიდან არ მოდის, ის ზემოდანაც ჩნდება. გაიცანით სამარდოვანი ხის ბოა და მწვანე ხის პითონი. გველები, რომლებიც ათასობით კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, მაგრამ საოცრად კვანან ერთმანეთს. ორივე მკვეთრად მწვანეა და ორივე ხეზე მცხოვრები გველების ჯგუფში არიან, ასე ვთქვათ, ხის მტაცებლები. ისინი ტოტებზე ცოცხალი ვაზებივით ეხბებიან და ზემოდან უტევენ ფრინველებს, ხვლიკებსა და ძუძუმწოვრებს, მათ შორის უამრავ ტურისტს და ტომების წევრებს, რომლებსაც ოფლები შიგ ტყის სიღრმეში აქვთ. მათი მოჭერის ძალა იმდენად ძლიერია, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ ერთხელ მოეხვიონ ხის სქელტოც, ასე სრული სხეულის წონით ჩამოაგდონ და ჭამის პროცესშიც არ ჩამოარდნენ. კუდი ხელივით მუშაობს, როგორც დამატებითი კიდური, რომელიც ხის გვირგვინებში ზუსტად გადაადგილების საშუალებას აძლევს. მაგრამ ისინი უბრალოდ არ არსებობენ ტოტებზე, ისინი იქ ბრწყინვალედ ცხოვრობენ, ფოთლებში დაფარულნი, შუქჭრდილის ქსოვილში ჩაკარგულნი, ისინი მშვიდად და უსიტყვოდელდებიან სწორ დროს. ეს გველები ისედაც იშვიათად ჩანან, რომ მხოლოდ ზემოთ არ იყურები, მაგრამ როცა მიხვდები, რომ ერთ-ერთ მათგანს მიაგენი, უკვე შეიძლება გვიანი იყოს. არ დაგავიწყდეს გამოიწერო არხი და გააქტიურო ზარისხილაკი.